სახელითა მამისათა და აზისათა და სულისა წმინდისათა ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ილოცეთ მეტი, დალოცეთ ყველა ეკონომიას თუ გააკეთებ დალოცვაში, ყველა დალოცეთ, აბსოლუტურად ყველა დალოცეთ. ეს იქნება მოყვარე, ეს იქნება მდევნელი, ეს იქნება წყევლელი, ეს იქნება სახელის თქვენი გამტეხველი, ეს იქნება ასე ვთქვათ თქვენი მოწინააღმდეგე. ყოველ შემთხვევაში ყველას მშვიდობიანად ეცადეთ, ხა თუ ძალიან ჩიხში მოგაქციათ, მაშინ რაღაცა სხვა მეთოდი შეიძლება სიყვარულს მოვიხსენიოთ და გამოვიყენოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვეცადოთ, რომ შურს ნუ ვიძიებთ, ურავისე. ჩვენი შურის ძიება იყო სიყვარულის შურის ძიება. სიყვარულმა თავისი და მადლმა თავისი შურის ძიებითი ქმედების კონტური იცის. არამედ ადგილი მიეცით სიყვარულს თქვენს გულში, რისხვას ნუ მისცემ თქვენს გულში ადგილს. უფალი მოწყალია, როგორც არის ნათქვამი, ჩემია შურისგება და მე მივაგებ ამბობს უფალი. ამიტომ თუ შენი მწიარი მშიერია, დააპურე იგი, თუ სხურია, შეასვი წყალი, რადგან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს ააგროვებ მის თავზე. გახსოვთ, ხომ ეს დარიგება? ნუ კი დაგძლევს ბოროტი, არამედ ძლია კეთილით ბოროტს და შოთაროსთაველიც ვახსენდება, ხო? სხვათა შორის ეს სახარებისეული ბექგრაუნდი და სახარებისეული ასე ვთქვათ ფონი აქ არის, რა თქმა უნდა. ამიტომ სულგძელი იყავით, ამაზე მინდა გავაკეთო. ეხლა ნაზიარები ადამიანი, თქვენ დღეს ეზიარებით, ადრეს ამჯერ ეს მითქვია და ვიმეორებ, ნაზიარები ადამიანი, სულგძელი უნდა იყოს, მისი მასშტაბი დიდი და ფართე უნდა იყოს სულიერი. იგი უნდა იყოს არა ძველახმაში, თვალისას წილ და ასე შემდეგ, არა, ახალ ახმაში შეუნდე, მიეფერე, მოუტევე, ვთქვათ, ტანჯულს დაეხმარე, მეტი ლოცვით შეეწიე პირველ რიგში, მოუხმე ღვთის მადლს ყველაზე და აუცილებლად ეს ღვთის მადლი გარდამოვა მასზე და თუ გარდამოვა, თუ არა და ის არ დაიკარგება, თავის ადგილს ის მადლი ნახავს, ან შენთან მოვა, ან ვისაც უჭირს იმასთან მივა, არა აქვს მნიშვნელობა. მაინდა-მაინც ის ხომ არის, რომ ჩემთან მოვიდეს რაღაც. მისასვლელი მივა, არ მივა, თუ იქ არ მივა, დაგიბრუნდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არ დაიკარგება. ეს ენერგიის მუდმივების კანონი რო არსებობს, გახსოვთ? საბუნების მეთოდი ფიზიკა, მათემატიკაში ხომ ენერგიის მუდმივების კანონი. აქაც მე ვიტყოდი სიმბოლურად, რა თქმა უნდა, ხა რომ რაღაც ზუსტი კონგრუენტული პარალელი არ გავაკეთო, არსებობს მადლის მუდმივობის კანონიც. ის მადლი არსად არ დაიკარგება. აუცილებლად ის არ გაცდება იმ მიზანს, სადაც შენ გაუშვი. მივა იქ. მივა. რა ფორმით მივა, როგორ მივა და როდის მივა, ამაზე ჩვენ პასუხს არ ვაგებ და არც არის ჩვენი საქმე ეს. იცის ზეცამ, როდის და რისთვის მივა. ცოდვილთან გაუშვი, მივა იქ. რა ფორმით და როგორ მივა, არ ვიცი, მაგრამ მივა მასთან. ცდომილებიდან და გზიდან გადასულ და მაჭირებელ და მაგინებელთან გაუშვი, მივა იმასთან არ ვიცი როგორ და იქნება, მოეხმაროს იმას, რომ მოიქცეს და სწორ გზაზე დადგეს და გონებაზე მოვიდეს. ცოდვით მკვდარისკენ გაუშვი და დეფორმირებული სულიერობის ადამიანთან, მივა იმასთანაც, ოღონდ ის იქნებ ისე არ მივიდეს იცის ზეცამ, რომ უფრო მეტ ცოდვაში ჩავარდეს და თვით დამკვიდრებულ დემონიზმში ჩავარდეს და დათული სამსახურს არ გაუწევს მადლი არასდროს მას, ისე მივა, რომ ზოგჯერ მას განსაცდელს უწოდებენ ხოლმე, რომ მივა, რომ გაიხსნას გაყინული ყინული მის ცხოვრებაში, გაყინული წყალი მის ცხოვრებაში, გაყინული წყალი მის ცხოვრებაში და გაიხსნას გზა და თავისუფლად დიდიროს და იცრიკულიროს მადლმა და ღვთაებრივმა ნაკადებმა მის ცხოვრებაში. არ ამნებავს სიკვდილით ცოდვილის, არამედ მოქცევა ცხოვრების წყალობამ ნებავს და არა მსხვერპლი. ჩვენც ესე ვართ და ჩვენც უფლისმცემლებს არ შეიძლება რომ არ დავეთანხმოთ, რომ ჩვენ წყალობა გნებავს უფალთან ერთად, მოქცევა გნებავს, არავისი გაბოროტება და გაუბედურება და ჯოჯოხეთში შესაძლო არ გნებავს, რაში გჭირდება ვინმე სუდად ყოფნა. კარგად იყავით, ბედნიერად იყავით. კარგი გახდი, უკეთესი გახდი, საუკეთესო გახდი და შენ რომ კარგი იქნებ, ეს ჩემთვისაც სტიმული არის. ამიტომ აი ეს მინდა უსურვოს
ყველას და კეთილი გულით გადავსახოთ ყველას ჯვარი და სხვათა შორის ამას ძალიან დიდი მეტაფიზიკური გავლენა აქვს. მრავალი საფრთხე გვაქვს ჩვენ ამ ცხოვრებაში, ხილული და განსაკუთრებით უხილავი საფრთხეები. რო არ გონია შეიძლება ესეთი შიში წარმოიშვას, საფრთხე წარმოიშვას, ხილული და უხილავი. ეს განწყობა, რაც მე აღვნიშნე, იცავს ადამიანს ხილული და უხილავი საფრთხეებისა და ბრძოლებისაგან, იცავს. დაცული ხარ, როცა ესე იქცევი, ეს მერთმა იცის ეს ყველაფერი. და თუ საფრთხე რამე გემუქრება, უფალიც ასე ერთი ხელით მოგაცილებს და დაგიცავს და დაგიფარავს შენ. რადგანაც დღევანდელი შენი კეთილის საქმე მომავალში დაგვხდება. არ დაიკარგება, ასევაკაც მუდმივობის კანონი არსებობს. არ არსებობს ისეთი რამ, რაც შენ დააკეთე კეთილი სიკეთე და არ დახვდეს წინ. შენ თუ არა, შენს მოყვას დახვდება. შენ მაინდა-მაინც შენ თუ არ დახვდა, ისე დახვდება შენ და შენს გვერდზე მყოფ ოჯახის წევრი იქნება თუ შენი კეთილმოსურნე თუ ასე შემდეგ, რომ სიმშვიდე და სიწყნარე და გამთლიანება მოვა შენს სულში, შენს გულში, შენს ოჯახში, შენს გარემო მყოფ ხალხში, ვინც შენ გიყვარს. ხო? ესე არის. არავინ არ უნდა გძულდეს. თუ გძულს, უკვე წააგე ბრძოლა. არ უნდა გძულდეს არავინ. არავინ არ უნდა გძულდეს. ეს არის დიდი საიდუმლო. ითხოვე ღმერთო, მოგვეცი სიყვარული, რომ ჩვენში დაივანოს ამ ღვთაებრიმა ქრისტეს მიერმა სიყვარულმა, დიდი უფლის სიყვარულმა აღსდგა მკვდრეთი და გამოგვიხსნა ჩვენ ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისაგანაც კი. რომ დაივანოს ჩვენში ამ სიყვარულმა, მადლი შემოვიდეს ჩვენს სულში, სამშვიდობო სხეულში, მთელ ჩვენს ყველა სულიერ ლაბირინთში, რომ გავსჯდეს, გაიჟღინთოს ეს. განვიბანოთ, განვიწმინდოთ, გავმთლიანდეთ. ერთი გულით, ერთი პირით ვადიდოთ ღმერთი, მოვიცილოთ ნაღველი, გლოვა, ტირილი, გიხაროდენ, სახარება და ასე შემდეგ. რა ტირილი, რა გლოვა, გამოხსნილები ვართ. ერთადერთი თანხმობა არის ჩვენგან საჭირო აზრით, სიტყვით და საქმით ამ ღვთის აღსრულებულ განგებულებაზე. სიხარული გქონოდეთ სულ. დაიმდაბლეთ ღვთისენაში თავი, ამაში არაფერი არის. პირიქით, დაიმდაბლე რომ აღგამაღლებს უფალი. დაიმდაბლება დამცირება არ არის. ღვთისენაში არ გირჩევნია დაიმდაბლო თავი, ვიდრე ადამიანება დაგამციროთ. არ გირჩევნია რომ ღვთის მონები იყოთ, ვიდრე ადამიანის მონები, თუმცა კი მორჩილება ღვთისა კანონიერ და სამართლებრივ ღვთაებრივ სჯულის მიერ კანონიკურ ურთიერთობებს აყალიბებს ჩვენს ცხოვრებაში. ხო? და ზეციური იერარქიის ანარეკლი არის მიწიერი სახელმწიფოებრივი იერარქია. რაც მეტად ახლო არის მიწიერი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, ეს ხა სხვა თემა, მაგრამ მაინც მინდა ვახსენო, ზეციურ იერარქიულ წყობასთან მით უფრო ჟამგძელია. რამდენადაც არ არის ჟამგძელი, იმდენად უცხო იყო იგი. გავიხსენოთ ტოტალიტარული რეჟიმები, რაც გავიარეთ, ხო, რამდენადაც არ შორს იყო ზეციურ იერარქიასთან ზედდებაში. იმდენად სწრაფად მოეღოთ ბოლო და დამთავრდნენ. იმიტომ რომ ესეთი აცდენა დღეს სანტიმეტრში, ხვალეწლს აცდენას კილომეტრში, ზეგითეს აცდენას სინათლის წელში და ასე შეიძლება ითქვას, რომ ასტრონომიული ტერმინები გამოიყენოთ. ამიტომ ზედდება ზეციურ იერარქიასთან, ზეციურ ნებასთან არის პირველი პარამეტრი იმის, რომ ადამიანი ჟამგძელი იქნება მისი ცხოვრება, სულიერი, სამშვილდეური და ხორციელი. მინდა რომ დავანდაბლოთ თავი ღვთისწინაშე და აღვასრულოთ ჩვენი ჯვარპირთველობა, რასაც ვასრულებდით და გავაგზავნოთ და აღვასრულოთ. გრძელდება დღესაც გრძელდება თქვენი ჯვარპირთველობის საიდუმლო. თავის დამდაბლებით, სიკეთის ქმნით, სიყვარულით და მუდავითვლით. რამდენჯერ ვეზიარეთ და რამდენი მადლი მივიღეთ, ეს სტატისტიკას არ ექვემდებარება. რამდენიც საჭიროა, იმდენს მიიღებს ჩვენი სული. რამდენსაც ჩვენი სულის სულიერი ჭურჭლის მასშტაბი და საზომი გაკაჩავს და უფრო მეტის უნდა გაკაჩოს, იმიტომ რომ ღვთის ხატება ვართ და მსგავსება დაგვევალა, ვიდრე გონია რომ შეგვიძლია იმაზე მეტად ბევრი შეგვიძლია, უფრო მეტად უნდა მოვიდომოთ და ღვთის მსახურებაში დავიხარჯოთ უფალს, შევწიროთ ჩვენი ყველაფერი, რაც კი ჩვენი საყვარელი და სასიკეთო, ყველაფერი შევწიროთ უფალს, რაც ჩვენთვის ძვირფასია. უფალს უნდა საუკეთესო და ყველაზე ძვირფასი შევწიროთ. გიხაროდეთ
ქრისტემ გამოგვიხსნა ჩვენ. შევწიროთ მას, ქრისტეს მუხლი მოვუყაროთ მას, შევწიროთ მას მადლობა, ლოცვა. ტირილი ახლა აღგომის დღეებია და ტირილი თუ წოდებზე ტირილი სულ ეს ფონად ლეიტმოტივად გაზრდებს ჩვენს ცხოვრებას. მოვახვიოთ ერთმანეთს სიყვარულით. პატიება უთხოვოთ თუ რამე შევცოდეთ და ასე მშვიდობით დღეს ვეზიაროთ. რათა მივიდეთ იმ მიზნამდე, იმ სასუფეველის, უკვე აქ მიწაზე მივიდეთ იმ სასუფეველის კარამდე, რომელიც უფალმა აღგვითხვა იქ. ამიტომ მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ამ კეთილ საქმეებში ყოველთა თანა. ამინ.